გავრცელებული ინფორმაციით აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი ამ ეტაპზე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლებულია. თუმცა ირკვევა, რომ მათ ემირატების ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ სასამართლო განხილვის დასრულებამდე. თუ როდის გაიმართება პროცესი, ჯერ თარიღი არ არის დაზუსტებული, უცნობია რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ არალეგიტიმურ დეპუტატებს, რომლებიც მოქალაქეს სასტუმროს მისაღებში ჯგუფურად დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნატალი ჯახუტაშვილი გვეტყვის მეც თემაზე. ნატალი, რა პოზიცია აქვს საქართველოს საელჩოს და თუ აკეთებენ იქ დამატებით განმარტებებს? ამ დრომდე ჩვენთან კავშირზე არ გამოდის საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ასევე 2 დღეა უკონტაქტოა თავად საქართველოს ელჩიც აბუ-დაბიში გიორგი ჯანჯღავა. ერთადერთი გუშინ გვიან საღამოს საქართველოს საელჩომ ერთ-ერთ ინტერნეტ სააგენტოსთან გააკეთა მცირე კომენტარი, სადაც თქვა, რომ ოლიგარქის დეპუტატებს ერთი თვის გატარება ციხეში არ მოუწევთ, საელჩოს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, მაგალითად არაფერი უთქვამს მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ჩვენ გუშინ მოგვაწოდა წყარო ცნობები იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის წევრები გამოკითხვის დასრულების შემდეგ გუშინ წინ პოლიციის განყოფილებიდან გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში და ასევე საეჭვოდ დუმს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც ყველა შემთხვევაში არის საქმის კურსში აბუ-დაბიში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბოლო ცნობებით ჩხუბში მონაწილე ყველა პირი გათავისუფლებულია სასამართლო პროცესის ჩანიშვნამდე. ჩვენთვის უცნობია ზუსტად სასამართლოს ხდომა კონკრეტულად როდის ჩაინიშნება ამ საქმეზე. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას ქართული ოცნების წევრები. მათი განცხადებით ქართული ოცნება არის კრიმინალური ბანდა და კანონი არ არის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი. ქართული ოცნების წევრები ფეხქვეშ თელავენ კანონის უზენაესობას და ოპოზიციის თქმით მათ შორის ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძეს ეგონათ, რომ მათ პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდათ იმ ქმედებაზე, რაც ჩაიდინეს აბუ-დაბიში, თუმცა არაბთა გაერთიანებული საამიროები არ არის საქართველო, იმ ქვეყანაში არავინ არის ხელშეუხებელი და შესაბამისად ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ყველა შემთხვევაში ისინი სასჯელს მიიღებენ. KGB არიან კაცო და არბეგრება მეგარი მაგათი ნორმალური ქცევა ის რომ მარტო აბუ-დაბიში ხო არ იქნება ეგეთი რაღაცა ის რომ რაღაც 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს მაგის შემთხვევაში საქართველოში იყო უამრავი და ხონათ იგივე ცდელობა იქ ვერ მოახერხეს იმიჯმა ცემა იქით მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს შეეჩვიენ რომ ეგეთი ქცევა არის ნორმალური და გადაწყვეტეს რომ აბუ-დაბიში იგივე გაეკეთებინა და აღმოჩნდა რომ აბუ-დაბიში ეგეთ რაღაცებს არ პატიობენ ამიტომ არიან ამდენად მე მაქვს ინფორმაცია არიან წინასწარ დაკავებაში ამ წუთში საბოლოო განაჩენი სასჯელი რა იქნება ეგ ჯერ კიდე არ იცი შეიძლება ჩასვან რამდენიმე წლითაც თუ დაუმტკიცდათ ჯგუფური ძალადობა. ქართული ოცნება ეს არის კრიმინალური სინდიკატი, ისინი მოქმედებენ კრიმინალური სინდიკატის წესებით და ამიტომ ნახეთ ჩვენ ჯგუფური ანგარიშწორება და ფიზიკური თავდასხმა მოქალაქეზე, უბრალოდ ისინი იმდენად არიან მიჩვეული, რომ კანონი მათთვის არ არსებობს და ყველანაირი სამართალდარღვევა და ყველანაირი დანაშაული რჩება დაუსჯელი, როდესაც მას ჩადის რუსული რეჟიმის რომელიმე მსახური, რომ მათ ვერ გათვალეს ის, რომ უცხო სახელმწიფოში მსგავსი ქმედებისთვის დგება კანონიერი შედეგები. ბუნებრივია ზარქუას და სანიკიძეს ეგონათ, რომ იგივე დაუსჯელობის სტანდარტი გავრცელდებოდა ხო ქვეყანაში, თუმცა ფაქტია, რომ მათ იქ მოუწევთ პასუხისგება იმ ძალადობაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქის მიმართ განახორციელეს. ჩვენი ინფორმაციით ოლიგარქის დეპუტატებს ეკრძალებათ აბუ-დაბის დატოვება გამოძიების დასრულებამდე. ახლა ყველა მოლოდინის რეჟიმშია, საინტერესოა როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი ამ საქმეზე და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.